got the devil in your eyes. You went and took me by surprise. Say what you wanna say, I won't go back. If you wanna hit the road, then let's go then. Let's just go and see the world and just show them what it really means to live like golden. Yeah, we're golden, baby, yeah, we're golden. Yeah, about to see it shine, cause we're golden. They can never break us down, cause we're golden. Yeah, about to see us glow, cause we're golden. Yeah, we're golden, baby, yeah, we're golden. Yeah, about to see it shine. მოგესალმებით მეკობრებო, მოკლედ ისმის შემოგთავაზებთ C-კლასის ვიდეოს. წინა ვიდეო რო დავდეთ ძალიან დიდი ხანი გავიდა, იქ უნივერსიტეტში ჩავაბარე, იქ დასვენებლად ვიყავი, იქ ეს, ცოტა დრო ამბავში გავგვეწერა. შემოგთავაზებთ 2018 წლიან C-კლასს, 205 გუზაოს, მოკლედ, რო დავიწყოთ სუთავიდან. C-კლასმა რა მანქანებიც გამოუშვა, ყველა ერთბაშად მახინჯი იყო, ყველა ერთბაშად, 202 კუზაო მახინჯი იყო, 203 უარესი იყო. თან ახლა 202 კუზაოს კიდე გაამართლებ, იმიტომ რომ 202 კუზაოს გამძლეობა მაინც ჰქონდა სიმახინჯესთან ერთად და 203 კუზაოს გამძლეობაც არ ჰქონდა. 204 ახლა რაღაცა იმათ ფონზე იყო და მე გამოუშვა, მოდი ახლა მე გამოუშვე პატარა S-კლასო რა, ზუსტად ამ სიტყვებით პატარა S-კლასო და გამოუშვა ეს მანქანა. რო ვისაუბროთ C-კლასზე, ვიზუალურად ცუდად არ გამოიყურება. პირიქით მე ძალიან ბევრი ადამიანი მხვდება, ვისაც ეს მანქანა მოსწონს და ამ მანქანის ჩამოყვანა და ამ მანქანის ყიდვა და ამ მანქანის ყოლა უნდა. და დღეს რო ვისაუბროთ C-კლასზე. რა შემოგთავაზა 2018 წელს, 2016 წელს, 2015-ში გამოვიდა უბრალოდ. ეს ფარები, რომელიც სხვადასხვა პაკეტ, სხვადასხვანაირები მოყვება, ვისაც ბარაბანი ყავთ, ეს რაღაცა ორი ესეთი ფარით. ეგრე უნდა მოხსნათ გადააგდოს და ესეთი LED დააყენოთ. ამაზე უკეთესებიც არსებობს და რესტაილინგებში კიდევ უფრო ლამაზი ფარებია, აქ რაღაც პატარა მართკუთხედები აქვს ჩაშენებული და ის ბევრად ლამაზია. ეს ხაურა შეცვლილია ქართული არ გვეგონოს, ეს AMG ვითომ AMG-ს ხაურა აყენია ტაივანი, მე მგონი. თუ არაა ტაივანი. რა მნიშვნელობა აქვს? აყენია და უხდება. კაია, მომწონს. სხვა რავი, ახლა რა უნდა ჩვეულებრივი კაპოტია, აქ დაზოლილი ჭრილებით. აქ ერთი უზარმაზარი ლოგო გვაქვს Mercedes-ის და მეორე ლოგო არ გვაქვს. Mercedes-ი მე მომწონა ხოლმე ადრე, აქ ესე ამოჩვერილი ემბლემა არ ქონდა, შიგნიდან რო უყურები ხოლმე წინ და შუაში რო ეს ემბლემა იყო, რაღაც ლამაზად იყო და ამ შემთხვევაში აქ უხდება, მაგრამ აქ ეხა ძველ Mercedes ცოტა უკეთ უხდებოდა. გადავიდეთ გვერდზე. არაფრის თქვენ გვერდზე, ჩვეულებრივ გვერდზე, პროსტა გვერდზე. GL-ი რო გავტესეთ, კარგად გვაქვს როგორი სარკეზე როგორი ავარიულები ციმციმები ქონდა. მოკლედ, გარდამტეხ ასაკში Mercedes-მა ყველას ეგეთი სარკეები დაუყენა. აქ უკვე შეცვალა და თანამედროვეებშიც უკვე ესეთი დგას და კაია. პანორამა ჭერი გვაქვს, ანუ ორფერშია მანქანა, შავია. ორფერშია. მანქანისგან განსხვავებით თეთრი რო იყოს უკეთ გამოჩნდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩანს რომ შავია. პლუს სხვა გვერდზე ისეთი არაფერი ხა. ამას რო დავაკვირდეთ, აქ, ეს რომ მოდის, ესე მოდის. აქედან უკეთესად შემოხედავ, მოდი. მოდი აქეთ, აქეთ დამიდექი, აქეთ. ესე რომ მოდის, ესე მოდის. აქ ესე გამოდის და უცებ წრება. ანუ თითქოს და გაგრძელება უნდა ქონოდა, ანუ ისეა რომ გეგონება მოდიოდა და ეგრევე ჩამოტეხეს რა, ანუ ცოტა დააპატარავესო, ცოტა გადმოსვლაში არ ვარგა, იმიტომ რომ სხვა შეგრძნებები აქვს ამ მანქანას, იქიდან რომ მოდის ესეთი და თითქოს გამოგრძელებას უნდა ქონდეს, მაგრამ არა, ეგრევე აჩერებს. ეს დისკები გვაქვს სტანდარტულ მოდელებში, AMG პაკეტებში სხვა გვაქვს. ვისაც თეთრი და შავი მოდელი ყავთ, ეს დისკები უბრალოდ უნდა მოხსნათ და დააყენოთ AMG პაკეტის დისკები, რომ საშინელებაა. და ვისაც ეს ფერი ყავთ, ამ ფერს ეს დისკები ახლა შედარებით უხდება. ვიდრე თეთრ და შავს ამას უფრო უხდება. სხვა რა უკან გადმოვიდეთ, უკან. მოკლედ ეს მანქანა Mercedes-მა თქვა, რომ უნდა ყოფილიყო პატარა S-კლასი. უკანა ფარები რაღაცით S-კლასისას დაამსგავს ეს. ანუ კარგი ფარებია, როგორ თქვა, მომწონს ეს ფარები, მე პირადად. გრამეც ძალიან ეფექტურად და კარგად ანათებს. დღეც ცუდი არაა. ეს
დაყენებულია ეს. არ გეგონოთ აქ რაღაცა. არა, პატრონმა დააყენა. აქ ჩვეულებრივად ერთი გუშტელი გამოდის, ნუ ეს ჩვეულებრივ ქარხნულებსაც ერთი ესეთი პლასმასი აქვს ზემოდან მიდებული, ამას ამ შემთხვევაში ორი აქვს. აქ თავისი საჰაეროები, თქონდ უნდა ვნახო ეს საჰაერო პატენტია თუ ნაღდი საჰაეროა. არა, აშკარად პატენტია. აშკარად არ მუშაობს ეს საჰაერო, მაგრამ არის. რო არის, კაია უკვე. სხვა ეხა ვიზუალურად რა არის სათქმელი, ხედავთ ქალაქში მომრავლდა, ცუდი შეხედულება არა აქვს. ვერ ვიტყოდი ეხა ვარსკვლავებს ეთამაშებათ, მაგრამ აი ისეთია რა. უფრო მოწონებისკენ არის წასული, უფრო ეს მანქანა ვიდრე არ მოწონს, ანუ უფრო მომწონს ეს მანქანა ვიდრე არ მოწონს. იმიტომ რომ ეხა ცუდი ვიზუალი არის, თან თეთრი და შავი უფრო ეფექტური არის და უფრო კარგია. მოდი ეხა სივრცეზე გადავიდეთ, უკან როგორი სივრცეა ვნახოთ. ერთი ვნახოთ C-კლასი უკან როგორი სივრცეა, აქ ხელი სასადებიცა გვაქვს. ოპა, ეგრევე ჭიქის ჩასადები გამოიშალა 2 ცალი. აი ეს მოკეტო თაბა 1-3. ნუ ეხა რო შევადაროთ ეხა A4-ს, A4-ს. იქ თითქოს და უფრო დიდი სივრცე, ნუ თითქოს და არა უფრო დიდი სივრცე. აქ უკან ცოტა ადგილი გაშმოტილია, მაგრამ კომფორტული სიდენი აქვს, კომფორტულად სიხარ. ერთსაც ერთ, ნუ მაღალი თუ ხართ, ეხა თავს მიადებთ. აქ სათავსოცა გვაქვს. აქ ეს რაღაცა გრილი გვაქვს, აქ კიდე რა, ნუ სტანდარტულად ყველაფერი სტანდარტულად. პანორამა გვაქვს. ახედავ და უყურებ პანორამას და რაღაცით ერთობი ადამიანი. და კიდე ერთი რამ, შავ სალონიან მანქანებს ზოგს აქ თეთრი ჭერი. აი ვისაც თეთრი ჭერი გაქვთ, პირდაპირ მოხსენით, ჯობს უჭეროდი გარო თვითონ თეთრი ჭერი. ანუ შავი მანქანა რო ყავს, შავი მერსედესი რო ყავს შავ სალონზე და პანორამით როა და პლუს ემოჩი თეთრი ჭერი გაქვს. ეგრევე უნდა მოხსნა გადააგდო. სხვა რა მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. მოგეთ აი აქ მეგონა როგორც BMW-ს აქ რო ესე გაუცმევ და აი ხდება, მე მეგონა აქაც იგივე იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში არა. აქედან ნოკით იგება. და ეხა თუ ელექტრო არა, საბარგული დიდი ზომა არის. უბრალოდ აი აქ პადიუმი რა, ეს პადიუმი და ეს რაპონი რამე იმას ჩემოდან რო შედება იქ პადიუმზე უნდა ააწერო, ავიდეს პადიუმზე, ეს ცოტა სწორი რო ყოფილიყო, კაი იქნებოდა. სხვა რავი აქ Toyota-ს ლაგატკები გვაქვს რაღაცა გადაქმნი ეს რა არის ესაჩი. ძალიან უხარისხო არის. ნუ საბარგულში არ უნდა იყოს ხარისხიანი, რა თქმა უნდა, მაგრამ Mercedes-ია რა, ეხა Mercedes-ი ასოცირდება კომფორტთან, ელეგანტურობასთან, გამძლეობასთან, რა ყველაფერი კარგთან და ეს რა არის ეს, არ ვიცი და რა თქმა უნდა ღილაკითაც ვერ ვხედავთ, აი ეს უნდა დავკეტოთ, არც დაიგედა. C300 2-დან 2 ტურბო ძრავითაა წარმოდგენილი. აი ამ დასრული ძრავითაა. იმენა ნახე რა მოთხოვაც იჭარს ყდარდევენო. 2-დან 2 ტურბო მოკლედ, აი C-კლას პრობლემები არ უთავრდება. თერმოსტატის პრობლემა აქვს. იქ კიდე რაღაც ამცრელის პრობლემა აქვს. ნუ ტურბო რომელიც ძალიან გამძლეობით არ შემოიფარგლება და ლიმიტი აქვს 150.000 კილომეტრზე და მე ფუჭდება და გაკეთება უწევს. ცეპის დამჭიმის პრობლემა აქვს პლუს. რისი აქვს რა, რისი აღარა აქვს მოკლედ. Sevenjitronic-ი უყენია რომელიც აი გადართვებში, ანუ კი შეიძლება გამძლეა, მაგრამ აი გადართვებისას წარწმები აქვს, აი იგრძნობა რომ წაკვრები აქვს. სხვა მხრივ რავი, კაი ძრავია. რა გადარჩა, მაგრამ კაი ძრავია. ნუ რესტაილინგ მოდელებში უკვე 9 სიჩქარიანი გადაცემათ აქვს ყოლოფით დგას და ის უფრო შედარებით გამძლეა, წარწმებიც არ აქვს და რესტაილინგში ძრავად უკეთესი ძრავად დგას. მეტად გამძლე, იქ რაღაც თერმოსტატის რაღაცების პრობლემა არ აქვს, არც ხურდება, არც არაფერი. სხვა რავი ამ ზოზე რა, საბარგო 251 ცხენი აქვს ჩვეულებრივ მოდელებს, ეს კონკრეტული ფორმატი კი არის და ფორმატიც უკვე 255 ცხენის ძალა აქვს. 255 კონი საკმარისია, ქალაქისთვის საკმარისია. ტრასადაც არაა ცუდი იდგება რა მანქანა, რამე წავა ეხა. სპორტულობას ვერ მოწყობთ ეხა. თუ სპორტულად სიარული გინდათ ამითი, ნუ 8000-ზე მაინც უნდა შეცვალოთ, ზეთიდან კაი ბენზინი ჭირდება უეჭველი, თორე აი რავი იმენა ვეღარ საიქოქება რა.
სხვა მხრივ ყველაფერი ყველანაირად კაი მანქანა არის. ძრავზე მინუსები ვთქვი, პლუსები ვთქვი. სხვა მეტი არაფერია დავაფაროთ წავიდეთ. შიგნით ერთი შეხედვით ეს მანქანა ჩანს, აი ძალიან იაფასიან მანქანას არ მოგაგონებს. კარგად სოლიდნით გამოიყურება. ეს აბიუკა, ეს მარეგულირებელი, რომელიც იმენა კარგად გამოიყურება, აქ ზოგს გაგრირებაც აქვს, ამას მარტო გათბობა აქვს. ეს ხარე მომწონს, კაია. საჭე, AMG საჭე არა აქვს, შეხტერები კი გვაქვს, მაგრამ არა AMG საჭია, ხელში კარგად დგას, რბილი საჭია, მაგრამ ძალიან ლამაზიც არაა. AMG-ს უკეთეს საჭი აქვს და AMG პაკეტს უკეთეს საჭი აქვს. მონიტორი, აი ამ მონიტორს რა მინუსიც აქვს. აი აქ, ზედმეტად დიდი ჩარჩო აქვს. ანუ ცოტა დიდი მონიტორი რო გაეკეთებინათ, კაი იქნებოდა რა. ეხა ისეთია. აქედან რეგულირდება, ანუ თაჩი არაა, აქედან უნდა დაარეგულირო. What vehicle? ოპა, რაღაცები აქვს, ანუ რაღაც კომფორტები აქვს. რესტაილინგებში დიდი მონიტორებით გასაპირდად უკეთესია. აქაც ვთვლი რომ ეს ცოტა ცუდია. აი აქ კლიმატი და ისინი შეცვალეს. მოკლედ აქედანაა ეს კლიმატი, ეს რადიო და ის. მაგრამ ანუ იმენა დილეი აქვს რა, ცოტა აგვიანებს, რო აჭერ აგვიანებს და აი ეს ჭრაჭუნის ხმები აქვს სასწაული. აი სუჭრაჭუნოს, აი ვაწვევ კლიმატო ოფო და მიცე. აი ესეც რაღაც ახლებურად და კარგად გამოიყურება, უხდება. ანუ ვიზუალურად კარგია ერთ სიტყვით, ეხა შეიძლება ხარისხში ცოტა მოიკოჭრებდეს, მაგრამ ვიზუალურად კაი აქ ესეც უხდება. ნუ აი ეს ეხა დიდგარბენზე უკვე უფუჭდება ხოლმე აი ეს სათავსო და ჭედავს ხოლმე ბევრთან. აქ ჭიქის ჩასადები გვაქვს, აქ კიდე გასაგების რაღაცების დასადები გვაქვს, ნუ ასე შემდეგ. აი ეს ადგილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში შავია და ხისაც მოყვება ხოლმე და კიდე რაღაცები მოყვებათ ხოლმე. აქედან გვაქვს რეგულირება, სპორტი, სპორტ პლუსი, ეკო და ასე შემდეგ. ინდივიდუალი და ასე შემდეგ. სხვა რავი, ხა სიდენია კომფორტულია, კარგია, აქ პანორამაც აგვაქვს და გაერთობა კაცი. აი მაჩვენებელთა დაფა, ცოტა შუაში კი ელექტროა და გვერდებზეც ელექტროა, მაგრამ მაინც ვერაა რა ისეთი, აი მაინც ისეთი ვერაა, როგორც უნდა იყოს. კი, აქ შუაში ელექტროა, აქ ეს მაჩვენებლები ელექტროა, მაგრამ სად კარგი არაა. მანქანაში რაღაც ხმებია, არ შევიმჩნიოთ. დიდი ხანია ეს მანქანა დგას უბრალოდ და მაგიტო აქ ხმები. ნუ ეხა ბარემ სპორტ პლუსში ვარ, ცოტა მივადგათ. აი ცოტა დილეი აქვს. ანუ ტურბინიანიც რა ვამაინც და რო ვატყო დილეი აქვს. აი აქედან აგვაქვს რეჟიმების შეცვლა, აი აქ დაიწერება კიდევაც ეხა სპორტ პლუსში ვარ, სპორტში ჩამოვედით. კომფორტი, ეკო, ინდივიდუალიც აქვს და მოდი ახლა კომფორტში ვიაროთ. აი BMW სამანქანას ვერ შეადარებ, იმიტომ რომ BMW ბევრად რადია საჭეს, ანუ ტრასაზე ვიდრე ეს ძალიან რბილია, ძალიან კომფორტზე არის არჩევანი. ნუ ძრავში რა მინუსებიც აქვს, ეხა მაგალითად S კლასის და E კლასის პატრონები, როდესაც იმხელა თანხას იხდიან მანქანაში, ანუ იმათაც აქვს ეგ მინუსები, უბრალოდ იმაზე სულ სხვა არის, იმიტომ რომ მანქანა ყავს რეალურად ისეთი, რომ იმ მინუსებს არ უყურებ რა, ეს შენთვის არაფერია და აქ C კლასის პატრონი რო ხარ, ეგ უკვე ხარჯია. სხვა რა ხარ რბილად დადის ძალიან, აი BMW-სთან შედარებით საერთოდ სხვა როჟა არის, აი საერთოდ კი არა, ვაფშე სხვა როჟა არის. სხვა მხრივ რავი ხარ, რა უნდა ვთქვათ. BMW-ს არ უნდა შევადაროთ, ეგ თქვით. რბილად დადის. ნუ გაწევაც ასე თუ ისე აქ, კარგად დგას მანქანა ყოველ შემთხვევაში. ცუდი ხარისხის არაა, ეხა უბრალოდ ტრასაზე რო გადავიდებით, ცოტა ხმაურიანი არის, ცოტა ხმები შემოდის, ეხა Mercedes-ისგან განსხვავებით, რაც Mercedes არ ჩვევია, ამ მანქანას ჩვევია. ხვედი გაიგეთ. ნუ ეხა მაჩვენებელთა დაფას ხედავთ, ცუდი არა, წვათ რო თქვა 15 ლიტრს წვავს, ეხა ჩვეულებრივი წვა არის 15 ლიტრი, ჩვეულებრივი მანქანისთვის, ეხა ძალიან დიდი წვაც არა. კომფორტულად რბილად დადის, ცოტა წარკმები აქვს გადართვისას, ეგ ვახსენე კიდევაც.
რა ის გამხრივ ეხა კაია რა ბილია ეხა მე ვიყოლიებდი თუ არა ეხა რა ვიცი ეხა მე უფრო ბემეს ვიყოლიებდი ვიდრე ამას იმიტომ რომ ახალგაზრდა ვარ რაღაცა და ცოტა გაზაობა მივახსება და ამ შემთხვევაში ეხა ვისაც ცუდი მანქანა არა რა ნუ აი ეს ტორპედოს ისეთი მოყვანილობა აქვს ეგონება ეს მერე დაუყენესო მაგრამ რეალურად არაფერია შეიძლება ეგეც უნდა იყოს ჩანაფიქრი ანუ ეს რომ მიატყდეს მერე იმიტომ ტორპედო ესე მოდის ეგონება შიგნით უნდა იყოს და ამ შემთხვევაში მიტკბებულია ნუ ეხა მე ყველა შემთხვევაში ეს მირჩევნია აუდისას აუდს რო დამალული აქვს ვაფშე და რო ჩაჯდები და ეს რა არისო და მე რო გამოდის მაგას ისევ ესჯობს აქ გვაქვს გადასართველი ესე უკანა ხედვის კამერასაც არა უშავდა ესე გადავთავთ ნუ არა უშავს რა უკანა ხედვის კამერასაც 360 არა გვაქვს მაგრამ მოკლედ პოტენციურ კლიენტებზე უცებ რო გადავიდეთ ვინ ყიდულობს ამანქანეს მოკლედ ახალგაზრდების ყიდულობენ იმიტომ რომ მაგრა ევასებათ ქალებიც ყიდულობენ ნუ ამის კუპე ვერსია ხო საერთო სხვა თემაა და ამის AMG ვერსია ხო ვაფშე სხვა თემა არის ნუ მოსწონთ მოკლედ ეს მანქანა მეც მომწონს ეხა მოკლედ დაგიკლებ სადგას ამანქანების საშუალო ფასი არის $15000 $15000 კომფორტული კარგი მანქანა არის რავი ეხა ამის პირდაპირ კონკურენტი წესით 320 საათი F საათია, ნუ ის სხვა თემა არის, ის იმენა ვაფშე სხვა თემა არის და ეს კაი თემა არის. და რო გავაგრძელოთ მოკლედ. სხვა რავი, მე დაგემშვიდობთ. ყველაფერი გითხარით ამანქანაზე მოკლედ, რაც იყო, რაც არის, როგორიცაა. უყურებთ კიდევაც ეხა ლამაზია რა, ცუდიაო ვერ იტყვი. ლამაზია. AMG ვერსია ვაფშე კაია, კუპე ძალიან მაგარია. მე დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ვინმე მარი ფიქრობთ Mercedes-ებს რო ვიგებთ მარტო ეს ვიდეოებია Mercedes-ის ფანი ვარ ან რამე არა მე თვითონ ჩემთვის BMW ვიყიდე გამოვწერე აი ჩემ გამომწერებს პროექტი გელოდება სერიოზული არქი გამოიწერეთ არ დაგავიცდეთ დაალაიქეთ აგერ აი ამის კონკურენტი მოდის პირდაპირ აი ხა რომ გაიგვის პროსო გააყოლე აი რომელი გირჩევნიათ მოკლედ გამოიწერეთ არქი დაალაიქეთ თუ მოგეწონათ და პროექტი გელოდებათ სერიოზული და თუ არს გამოიწერთ კიდევ უფრო მეტი და მეტი პროექტების შემოთავაზებთ ყველაფერს გადავიგებთ როგორ ჩამოვიყვანთ როგორ გავაკეთებთ რა როგორ დავაყენებთ ფექსზე დღეისათვის დაგემშვიდობებით თევონერის სტუმარი იყო ჩვენი C300